ქალაქი, ქაოსი და მოძრაობა, რომელიც არასდროს ჩერდება. ქუჩები, სადაც არასდროს ხდება ხმაური. ადგილები, სადაც დაუვიწყარი გართობის გამოცდილებას მიიღებ. ხალხი, რომელიც განსაკუთრებულ ურთიერთობებს ქმნის. კულტურა და არქიტექტურა, რომელიც სულ სხვა სამყაროს გაგაცნობს. ბუნება, რომელიც მიგახვედრებს თუ როგორი მშვენიერია სამყარო. ქვეყანა, სადაც ცხოვრება ერთ დიდ თავგადასავლად იქცევა. ეს ტაილანდია. მე ისევ საბავარ. რაც შეეხება აქაურობას, ეს ყველაფერი არის სრული სიგიჟე. მოკლედ, ტაილანდში მოგზაურობა დაიწყო. ბანგკოკის აეროპორტიდან, რომლისგანაც ცოტა უფრო მეცველოდი. ესეც აეროპორტი, რომელიც სიმართლე გითხრათ, არ ვიცი როგორ უნდა შევაფასო. იმიტომ რომ ვერც გავიგე საერთოდ რანაირად გამოიყურება. ეხლა აღვიქვი რომ ჩემს ზემოთ კიდე გზა გადის. ქვემოთაც გზა არის კიდე. ჩავიხედოთ. ჯერჯერობით ვერ შევაფასებ როგორი არის აეროპორტი, მაგრამ შევაფასებ ამინთ საკმაოდ გრილა. სიცხეს ველოდებოდი, მაგრამ შეიძლება იგი მიზბრალია, რომ ჯერ დილის 8 საათია. და რაც ყველაზე მთავარია, 40 ადამიანი, რომელიც travel fly ჯგუფურ ტურში იმყოფება ჩემთან ერთად. ზანზიბარში ვიყავით 18, აქ ვართ 40, ის 18 ძალიან კარგი იყო. ეხლა ვნახოთ ეს 40 როგორი იქნება. სასტუმროსკენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ჯგუფის შესაფერისი ზომის ტრანსპორტით გავემართეთ. სადაც ჩვენმა აქაურმა გიდმა, ბონდმა, ბანგკოკის სრული სახელი გავაცნო. กรุงเทพมหานครอมรรัตนโกสินทร์มหินทราอยุธยามหาดิรกพบนพรัตน์ราชธานีบุรีรัมย์อุดมราชนิเวศมหาสถานอมรพิมานอวตารสถิตสักขทัติยะวิษณุกรรมประสิทธิ์ This is a full name of Bangkok. გზაში 1 საათი დავყავით. შესაბამისად, ბევრი დრო ქონდა ბანგკოკის სახასიათო ქუჩების დასათვალიერებლად და ტაილანდური განწყობის შესაქმნელად, სანამ ჩვენ სასტუმრომდე მივიდოდით. ესეც ჩვენი ნომერი. ერთი შეხედვით საკმაოდ ნორმალური ნომერია. აშკარად საჭიროებს ორჯერ შეხედვას. აბა ახლა ნახოთ. მოიცა ეს ყველაერად უნდა გადავიღო. ხედი ნახეთ რა. ჩანს ნეტამაკედან. მოიცა ახლოს მოვიტანო. აი ეს არის ხედი პირდაპირ ჩვენი ფანჯრიდან. ქვემოთ რაღაცა მდინარესავით გქონია. ძალიან მომწონს. დიდი ხანია ესეთ ხედიან სასტუმროში არ ყოფილვარ. ამით უკვე მოვიხიბლე. მოდი სხვა რაღაცებიც ვნახოთ უცებ ძალიან. ლოგინ ტესტის დრო მოვიდა. ცა ერთი წავი. მეჩვენება თუ პატარა ციგზაში. ხო, ციგზაში პატარა არის. რბილი, ნუ კაი ვარიანტია რა. უფრო ესე უნდა იყოს. აი, ეს უკვე ნორმალური იქნებოდა. ნუ ეს ახლა ბოდიამს თავი გავანებოთ, ჩვენერი ლოგინი არის რა. დაახლოებით 14 საათიანი მგზავრობის შემდეგ, რა თქმა უნდა, კარგად გამოვიძინე და საღამოს ქალაქში გავედი. რა გვინდა ქალაქში მიხვდებით ის ადამიანები, ვინც უკვე ზანზიბარის ვიდეო ნახეთ? ანუ ყოველდღიური ინფორმაციის დროა. ყოველდღიური ინფორმაცია მოიცავს ვალუტას, ტრანსპორტირებას, საკვებს და ასე შემდეგ. ანუ ისეთ რაღაცას, რაზე ფიქრის ყოველდღე გვიწევს. დავიწყოთ ვალუტით. 10 ტაილანდური ბატი ჩვენთვის არის 80 თეთრი. რაც იმას ნიშნავს, რომ ზანზიბარისგან განსხვავებით არ იქნებით მილიონერები აქ ეგრევე, მაგრამ ყოველდღე საკმაო რაოდენობის თანხის ტარება გიწევთ ჯიბით. შეგიძლიათ ბარათითაც გადაიხადოთ, მაგრამ ქეშის ტარება რა თქმა უნდა უკეთესია, იმიტომ რომ ვაჭრობისთვის ყოველთვის ქეში არის უკეთესი და მოგზაურობის დროს ვაჭრობა როგორი კარგი და სასიამოვნოა, სავარაუდოდ ყველა ერთხელ მაინც ნამოგზაურებმა ადამიანმა იცის. გადავიდეთ რაზე, თუ არა კვებაზე. ამ ნაწილში ბევრს ვერ ვილაპარაკებ, იქიდან გამომდინარე, რომ სტრიტფუდებით ხო სავსე აქაურობა, შეგიძლია გადაყლაპო აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი მოძრაობს და რაც კი ცოცხლობს დედამიწის ზურგზე. ესე ქუჩაშიც რომ მიდიხართ, უამრავი სტრიტფუდი გხდებათ, რომელიც საკმაოდ სუფთად გამოიყურება და შეგიძლიათ რომ მიირთვათ. უბრალოდ მე რა მოგივათ მაგას ვერ გეტყვით სტრიტფუდების გარდა რა თქმა უნდა რესტორნებიც არის არაჩვეულებრივი, მოკლედ ძალიან მრავალფეროვნება არის კერძებში, ასე რომ ამაზე რომ ვილაპარაკო მთელი ვიდეო დავა კერძებზე საუბარში. უფრო დეტალურად ვიდეო შემდეგ ნაწილში ნახავთ, რაც შეეხება ტრანსპორტირებას. ეხლა ხედავთ ალბათ ჩემს უკან საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მაგრამ მე საზოგადოებრივ ტრანსპორტის გამოყენება არ მიწევს, იქიდან გამომდინარე რომ ჯგუფთან ერთად ვარ, მოკლედ ისე ვიყენებ ტრანსპორტს, როგორც ჯგუფი იყენებს. გულისხმობ იმას, რომ სასტუმროსთან ახლო-მახლო ფეხით გადავადგილდებით, მაგრამ როცა რაღაც კარგ ადგილზე მივდივართ, რა თქმა უნდა ბევრი ვართ და გვაწყობს ტაქსი წასვლა ან ტუკტუკებით. ტუკტუკები აქ არის საოცარი გამოცდილება, იმიტომ რომ დარბიან გიჟებივით და ერთგვარი ექსტრემალური გამოცდილება არის, რომელიც უნდა მიიღოთ აქ ყოფნის დროს. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აპლიკაცია აქ არის Grab, რომელსაც აქვს ესეთი ფუნქცია, შეგიძლია გამოიძახო მოპედი. მაგალითად, როდესაც ნაით მარკეტში ვიყავით, ტუკტუკით ერთი მგზავრობა დაგვიждდა 500 ბატი, მაგრამ თუ კი გამოვიყენებდით მოპედს, ცალ-ცალკე ადამიანები, მაშინ დაგვიждდებოდა 27 ბატი. 27 ბატი არის 2 ლარი და რაღაც თეთრები სავარაუდოდ, რომ გადავთვალო ეხა უცბადი მათემატიკით. ასე რომ შეგიძლიათ ძალიან იაფად გადაადგილდეთ, კადრებსაც ნახავდით სავარაუდოდ, რომ თვალად
არაკომფორტულის არ არის მოპედით გადაადგილება, დანარჩენი კი თქვენთვის მომინდია. რაც შეეხება ქალაქს, რაც აი ესე უცებ დავინახე, არის ძალიან ჩქარი, გიჟებივით გადაადგილდებიან, ყველაზე მოკლედ რომ გითხრათ, იყავით ძალიან ყურადღებით. 1000 ყური, 1000 თვალი, 1000 ხელი და ფეხი გჭირდებათ იმისთვის, რომ მშვიდობიანად გადაადგილდეთ მოკლედ ამ ქუჩებში, იმიტომ რომ გიჟებივით დადიან. არა მხოლოდ ხალხი, არამედ მოპედები, ველოსიპედები შეხვდებით აბსოლუტურად ყველგან. ეხლა საერთოდ არა გამორიცხული, რომ აი ამ ტროტუარზე რო ავდივარ, უცებ გამიქროლოს მანქანამ, ან მოპედმა, ან ველოსიპედმა. მე რაც შემამჩნია ამ დროის განმავლობაში არის ეს. დაგვიანებით გამახსენდა და ჩემ თავს ვუთხარი, რომ როგორ შეიძლება და გამორჩენოდა ეს ინფორმაცია კვებაზე და არ მხოლოდ კვებაზე. ტაილანდში ყველაზე ცნობილი მაღაზია 7-Eleven, რომელსაც შეხვდებით ყოველ 100 მეტრში, არის ყველაზე იაფი მაღაზია გონი მსოფლიოში. იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან იაფი არის, მათ შორის კვებაც. მაგალითად, ბურგერები, სენდვიჩები და მსგავსი ფასტფუდები, რომელიც მერწმუნეთ, რომ უგემრიელესია, 27 ბატიდან 50 ბატამდე ჯდება. სასმელიც, რომელიც ასევე ცნობილი არის 7-Eleven-ში, ჭიქას იღებთ და კაპიკებში შეგიძლიათ ჩამოასხათ თქვენთვის სასურველი სითხე იმ ჭიქაში და რა თქმა უნდა სხვა პროდუქტებიც მოკლედ ძალიან იაფია. ჩემს სასტუმროს გავწვდი, იმიტომ რომ 7-Eleven-ზე რო არ მეთქვა ინფორმაცია. ფაქტობრივად ამ ვიდეოს აზრი ეკარგებოდა და ახლა არის დროა თუ არა დაღამების და ნაით მარკეტის მონახულების, სადაც ბევრი ნაცნობი, მაგრამ უფრო ბევრი უცნობი საჭმელი ვნახე. ხო და ეხლა ერთი სული მაქვს ჩამოვუარო ამ ყველაფერს და დავაგემოვნო ყველაზე უცხო რაღაცები, რაც რა თქმა უნდა ჯანმრთელად მომყოფეს, იმიტომ რომ მთელი 12 დღე მაქვს წინ გასატარებელი ტაილანდში. იმის გამო რომ ნაით მარკეტი ძალიან დიდი იყო და თან ყველა საკვებ ობიექტს რაღაც განსხვავებული ჰქონდა, დათვალიერების პროცესი დიდხანს გამიგრძელდა. ძალიან დიდი ხანია დავდივართ და იმდენი რაღაცაა, რომ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდი საიდან უნდა დავიწყო საერთოდ ამ ყველაფრის დაგემოვნება. ანუ ხოჭები, მატლები და რაღაც ეგეთები გდია, მაგრამ ისე გემრიელად არის შემწვარი. რაღაცნაირად გინდება რომ მაინც დააგემოვნო რა და დიდი სიამოვნებით შევჭამდი, მაგრამ წინ მთელი ვიდეოა, ჯერ ეხა დაიწყო ყველაფერი და ვერ გავრისკავ მთელ ვიდეოს იმის გამო, რომ ეხა ერთმა მატლმა რაღაცა ჩამიდინოს. მოდი ისევ რაღაც ისეთებს შევჭამ რა, ნიანგის ხორცი მაგალითად, ხო? აი ყველასთვის ჩვეულებრივი ნიანგის ხორცი, ხო? ეს იყო ჩემი ყველაზე უცხო კულინარიული გამოცდილება, რაც კი ოდესმე მქონია. მოვიდა ჩემი ნიანგი. ვიზუალურად სხვათა შორის საკმაოდ მადის ამღვრელად გამოიყურება რა. ნახოთ ეხა რა გველოდება. ძალიან გემრიელია. საღონიანგო რა. ვერ შევადარო ვერაფრის ხორცს. არც კათამს გავს, არც ძროხას გავს, არც ღორს გავს. ეს შეიძლება კიდე ავიღო. მოკლედ ჩემგან დიდი მოწონება და დიდი სიმპათიები ნიანგის ხორცს. და ეხლა ისე გამიხსნა უცხო რაღაცების ჭამამ, რომ ეძებ მაქსიმალურად უცხო რაღაცებს. ყველაზე უცხო სასაც ხედავ არის 8 ფეხა არბოთ ნიანგის მერე რა. აი ერთი შეხედვით ეხლა 8 ფეხა რა ვიცი, ესეთი არაფერი ხო? 8 ფეხა ყველას მეჭამია ალბათ, მაგრამ მე არ მიჭამია. ხო და ცხოვრებაში პირველად დავაგემოვნებ 8 ფეხას, აი აქ ტაილანდში. სოუსი აქ ძალიან გემრიელი, თორე ისე ხორცი არ ვიცი, რამდენად შეიძლება ითქვას, რომ ხორცია. კაია რა. რაღაც კაია. იმდენი ვიარე, რომ ტანსაცმელებში აღმოჩნდი, არ ვიცი რანაირად, საერთოდ აქ ტანსაცმელები რა იყო, ეგეც არ ვიცოდი და უცებ სიწყნარეში აღმოჩნდი, არა და იგივე ადგილზე ვარ. ესეც კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ ნაით მარკეტში შეგიძლიათ ტანსაცმელები შეიძინოთ. კი კაი იყო, მაგრამ აი მთლიანად რო შევჭამე, ეხლა წამიღო სიცხარე რა და აშკარად დესერტი მჭირდება, რომელიც დავარაუდოდ ეს იქნება, იმიტომ რომ კარგად გამოიყურება რა, ფერები აქ რაღაცნაირად კარგი. გავუძებოდი, მყარია, გრილია და ტკბილია. რაღაცნაირი, ვინ მოიგონა ეხა ეს მაიმუნობა. მინდა რომ რაღაცა არ მომეწონოს, დავძაბო მინდა მუსიკა, ვიდეო გავამრავალფეროვნო, მაგრამ ყველაფერი კარგია და რა გავაკეთო? ძალით ვერ ვიღებ ამ ცუდ ემოციებს. მოკლედ, ხორცები ვჭამე, ცხარე ვჭამე, დესერტის დავაყოლე. ერთადერთი დამჭა სითხე, ჩვეულებრივი ხილის სმუზი ან რაღაც ეგეთი ძალიან ბევრია რა და აი ესეთი სხვადასხვანაირი ჩაი, ბევრი არ არის და რატომღაც მოვადექი ამას რა და ვნახავ ეხა როგორია ჩაი. საკმაოდ სიმპათიურია, შემიძლია ვთქვა აქვე. აბა ვნახოთ გემოზეც? ვა, ერთი წუთი. ძალიან ბევრი გემო აქვს. ჩაის გემო აქვს, შოკოლადის გემო აქვს, ლიმონის გემო აქვს. კიდე რაღაც სიროფის გემო აქვს. ანუ გეფიცებით არ ვიტყუები, მართლა ყველაფერი კარგია. მოკლედ დააგემოვნეთ ყველაფერი რა. აქავრობა ძალიან დიდია, ძალიან ბევრი რაღაცის დაგემოვნება შეიძლება. უბრალოდ ძალიან დიდი როა საჭირო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოიარო. პრინციპში მგონი საკმარისი არის იმისთვის, რომ უბრალოდ აღიქვათ რა ხდება, როგორ ხდება და იმისთვის, რომ უბრალოდ მოგინდეთ აქ მოსვლა და ამ ყველაფრის გამოცდა. ხო და ეგ არის რა. წავედით ახლა შემდეგ ლოკაციას. ტრანსპორტად კი ამ მოგზაურობაში პირველად ტუკტუკები გამოვიყენეთ. ჩაყვეხებული. თუ არ გადავარდი აქედან, კაია. იქედან გამომდინარე, რომ ჯგუფში 40-ნი ვიყავით, რამდენიმე ტუკტუკით გადაადგილება მოგვიწია. გიждები უსამხო ტრანსპორტზე რა. აი დაცული რო ხარ ყველანაირად, როგორ ზივართ ეგეც კარგად გაგაფრთხილდება. თავიდან ყველაფერი მშვიდად იყო, მაგრამ როგორც კი ჯგუფის სხვა წევრებს დავეციეთ,
ძალიან გაგვიგიჟდა მგონი. ძალიან აიშო, ერთი რო გაუცინეთ, ეს იყო ყველაზე გიჟური ტუკტუკური გამოცდილება, რაც მოდესმე მიღია რა პირველად ვიჯექი ტუკტუკში რა. სრული სიგიჟე არის ეს ქუჩა. ხმაურის ყველანაირი სახეობა არის და ყველაფრის გამოსვლა შეგიძლიათ. აქ მგონი ტაილანდში რაც ხდება. მაგიტომ არის თუნდაც ესეთი პოპულარული ყველა ვიდეოში რომ ხდება ხოლმე ეს ქუჩა. აქ ჭამას არ ვაპირებთ, მივდივართ იქ სადაც ძალიან მაგრად გავერთობით. ხაუსან როუდი ბანგკოკში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და ცნობილი ქუჩაა, რასაც ამ კადრებითაც მარტივად მიხვდებით. მე ვაპატიეთ რომ ესეთ ხმაურს გასმენინებთ უბრალოდ მიკროფონი სხვანაირად ვერ იმუშავებს. ესეთი განუკითხაობა არსად არ მინახავთ. სრული სიგიჟე არის. ყველაზე ხმამაღლა რომ იყიროთ, მაინც ვერავინ ვერ გაიგებს საერთოდ რა. აი, კაციშვილს რეაქცია არ აქვს. აქ ამ ქუჩაზე რა ხდება, მაგის განასახებად არ ვარ, აქ იმისთვის ვარ, რომ აი აქ შევიდეთ. კლუბში შესვლისთანავე ჯგუფის ყველა წევრი ისე გავერთეთ, თითქოს აქამდე დიდი ხნის მეგობრები ყოფილიყავით. რეალურად კი ეს იყო ჩვენი პირველი ერთად გატარებული დაუვიწყარი ღამე და თუ რამდენი ასეთი და ამაზე კარგი გართობა გველოდა წინ, წარმოდგენაც არ გქონდა. განსაკუთრებით კი მე, იქედან გამომდინარე, რომ ამ ღამეს დალევასაც არ ვაპირებდი. მაგრამ ეს ჩანაფიქრი რა თქმა უნდა დიდხანს ვერ გაგრძელდა. კაია ცხოვრება, არ ვიცი. არ უნდა დამელია მეწესი. ყველაფერი იდეალური იყო, მაგრამ ამ საღამოს თითქოს ყველას ერთი რაღაც გვაკლდა. სამოვედით, მაგრამ ვერ მოვდივარ. ყველაფერზე ვერთობი. მე ამიხსნის რატო გავჩერდით ნიანგის საჭმელად. ვაუ. კროკოდაილ პარტი გაიმართა უცებ არსაიდან. ისევ კაია. ნიანგების შემდეგ სასტუმროსკენ რა თქმა უნდა ტუკტუკებით გავემართეთ, მაგრამ მანამდე უკანა გზაზე რბოლა კი წინა მგზავრობისგან განსხვავებით ბევრად სასიამოვნო იყო. ტაილანდში გატარებულმა პირველმა ღამემ მოლოდის გადააჭარბა და გათენდა მეორე დღეც. პირდაპირ გრანდ პალასის მიმდებარე ტერიტორიიდან მოგესალმებით. რატო არ პირდაპირ აქ? ძალიან მოკლედ შემიძლია აგიხსნათ როგორი ღამე იყო გუში. მაგალითად, გუში ღამე დავსვე ესეთი კითხვა. წყალი რატო მოვეცით და რატოსო წყალს ხო? გადავკარი ერთი მთლიანი ლუდის ჭიქა და გამოიცანით წყალი რა იყო რეალურად? დიახ, არა. უკვე გონი ყველაფერი ნაცელია ყველასთვის. აი ესეთი ამბავი აქ. ისეთ ადგილზე შესვლას როგორიც გრანდ პალასია, რა თქმა უნდა თავისი წესები აქვს, მაგრამ ამას მაინც არ ველოდი. უცნაური ამბავი, მოკლედ ტრიპოდი ჩავმართვეს. არ ვიცი რატო. აი დრონი რო არ შეიძლება გასაგებია, ოკეი, მისაღებ მიზეზია, მაგრამ ტრიპოდი რას აშავებს? არა, რაც თავარია, გადაღება შემიძლია. და რაც თავარია, კარგი ხმა გვექნება, იმიტომ რომ მიკროფონიც ადგილზეა. შემოვიდით მოკლედ გრანდ პალასში და პირველი შთაბეჭდილების დროც მოვიდა. არ მინდა რომ მაინც და მაინც უკ კარგი შეფასებები მქონდეს, მაგრამ რა გავაკეთო, აი ამას შეხედეთ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ კი, ნამდვილად ყველაზე ლამაზი სანახაობა ბანგკოკში და დანარჩენს უკვე voice-over-ში მოისმენთ და ლამაზ კადრებსაც ნახავთ. გრანდ პალასი ბანგკოკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. სასახლე 1792 წელს აიგო და საუკუნეების განმავლობაში ტაილანდის მეფეების რეზიდენცია იყო. სხვადასხვა შთამბეჭდავ ტაძართან ერთად კომპლექსში შედის ზურმუხტის ბუდას ტაძარიც, რომელიც ქვეყნის წმინდა რელიქვიას ინახავს. გრანდ პალასის არქიტექტურა ტაილანდური კულტურისა და ისტორიის უნიკალური ნიმუშია, რაც აქაურობას ტურისტებისთვის გამორჩეულ ადგილად აქცევს. ესეც პირველი ტაძარი, წინ კიდევ ორი დარჩა. ნუ ვიდეოს ეს ნაწილი მაქსიმალურად სანახაობრივი და ინფორმაციულია. ეს ვიდეო ხომ ისე ტაილანდში რო ჩამოხვალთ, იცოდეთ სად წახვიდეთ, რა გააკეთოთ, რა მოინახულოთ ხო და სულ სიგიჟები ვერ იქნება. ასე რომ წავედით ახლა მეორე ტაძარში. მომდენო ტაძარში მისასვლელად ბანგკოკის მთავარი მდინარე ჩაო ფრაია ნავით გადავკვეთეთ, რაც ფაქტობრივად კიდევ ერთი სანახაობა იყო. და ასე მივედით ვატარუნის, იგივე განთიადის ტაძარში, რომელიც მე-17 საუკუნეში აშენდა და მისი დღევანდელი სახე მოგვიანებით მიიღო. მისვლისთანავე ტაძარს რამდენიმეჯერ შემოუარე და ერთ რაღაცას მივხვდი. გონი აქ ყველაზე მოკლეხნიანი გაჩერება მომიწევს, იმიტომ რომ მთლიანი წრე დავარტყი და ზუსტად ერთნაირად ყველა მხრიდან. კადრში არაფერი არ მეცვლება, ასე რომ სულ ეს არის. წავედით შემდეგ ტაძარში. ვატარუნის შემდეგ უკან ისევ ნავით დავბრუნდით და მივედით ვატ ფოში, იგივე მწოლიარე ბუდას ტაძარში. შემოსვლისთანავე პატარა საცობი არის გაკეთებული, იმიტომ რომ თავის ნაწილში შემოვდივართ და ყველას უნდა რომ სახე დააფიქსიროს მოკლედ და აქ კაი საცობი. იქეთ ფეხებთან არ არის იმდენად. ერთი კაი გემრიელი ფოტოს გადასაღები ადგილი არის გამოყოფილი და აქედან შეიძლება
მთლიანად დაინახო, მოკლედ ბუდა. მეორე ადგილს ყოფილა. გავიხედოთ ერთიც გავიჭყიდოთ. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ეს არ არის ანახავი, კიდევ არის გარეთაც ლამაზი რაღაცები, რომლის კადრებსაც რა თქმა უნდა არ გამოგაბარებთ. ძალიან დიდი ტერიტორია ყოფილა. არ ვიცოდი, ეხლა გარეთ რო გამოვედი და გამოვიარე. მეთქით რაღაც საერთოდ ძალიან დიდი აქაურობა თქო და მაპზე რო დავხედე, უზარმაზარი არის. ასე რომ ყველაფრის მოვლას ვერ მოვასწრებ, მაგრამ რაც ძირითადია, ეგ განახით. ტაძრების მონახულების შემდეგ დავისვენეთ, დაღამებას დაველოდეთ და ჩვენს პირველ Sky Clubs-აც ვეწვიეთ. Tribe-მა მისი უნიკალური გარემოთი მიგვიზიდა. მუსიკაც ისეთი იყო ჩვენ რომ გვინდოდა და თან ეს დღეს უბრალო არ იყო. მას გამორჩეულად ორი რაღაც აქცევდა. ზუსტად 12 საათზე ამ გარემოში შევხვდით 14 იანვარს, ანუ ძველით ახალ წელს და ასევე ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დაბადების დღეს. აი, აქ არის Tribe-ი, საიდანაც გამოვედით, იმიტომ რომ პირველზე იკეტება. და აქ არის საერთოდ სხვა დაწესებულება. ამთავრებდა რეპერტუარს ბენდი და 40 კაცი უცებ მიაწდა და ისეთი ბედნიერები უკრავენ, ეხლა რომ არ ვიცი. პირველისგან განსხვავებით მეორე ღამეს მსუბუქად გამოვწვერით. იმ მიზნით, რომ მომდევნო დღის დილის ტურში ყველანი ფხიზლავთ ყოფილიყავით. ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო გუშინ, რომ მაინც და მაინც დიდი გართობა არ მოვაწყვეთ და დღეს შევძელით, რომ დილის 7 საათზე აი აქ მოვხვედრილიყავით. კი, ეს ის ლეონდაგია, სადაც მატარებელი ჩამოვიდა ზუსტად 20 წუთში. აი როგორი სიგიჟე, ხა რომ აქ უნდა გამოიაროს მატარებელმა. აი ამ სივიწროეში ხა რაც ჩემს უკან არის. ძლივს მოძრაულ ზოგადად და ერთმანეთზე არის მიდგმული თითოეული დაახლე. აი მარტო ეგ სანახაობა როგორ შეიძლება ესე მალე ალაგდეს აქაურობა. მაიკლონგი ერთი ჩვეულებრივი ბაზარია ბანგკოკის მიმდებარედ, რომელსაც უნიკალურ და ტურისტებისთვის გამორჩეულ ადგილად მის შუაში მომავალი მატარებელი აქცევს, რომელიც ერთგვარ სანახაობას ქმნის მაშინვე, როგორც კი ის ჩამოივლის. ძალიან სივიწროვეა, უცებ ხდება ყველაფერი, ასე რომ გირჩევთ თავიდანვე მოძებნოთ ძალიან კარგი ადგილი. არის ადგილები, სადაც შეგიძლიათ გადაიხადოთ და უფრო კომფორტულად განთავსდეთ, მაგრამ აი ესე უცებ თვალსა და ხელშვა მოძებნილი ადგილი, ჩემი აზრით, ბევრად ექსტრემალურია. აი ეს წითელი ხაზი არ უნდა გადაკვეთო, ესე გითხრეს, ამეთ ვცდილობ არ გადავკვეთო, არ ვიცი წარმოდგენა არ მაქვს, ახლა რამდენად ახლოს შეივლის ეს მატარებელი. აქაურებს უკვე ისეთი დამხეცებული აქვთ, მოკლედ ამ მატარებლის ამბები, რომ აი ესე ხდებიან შუა გზაზე. აჰა, გამოჩნდა. როგორ გადადის? ასკდა სიგნალით. ძალიან ახლოს მოდის. ძალიან ახლოს მოდის. ხო არ გავყვეთ ბარემ ისე საით მიდის. მოძრავ მატარებელთან ესე ახლოს ცხოვრებაში პირველად ვარ. კარგია რომ ჩქარა არ მოდის. გაგვაცლი და სახეს დარწმუნებული ვარ. შიგნით რა ხდება ის ერთი თუთი? აი ვიღაცები მოყვებიან. აი იყო, უცხო იყო, სანახაობრივი, ლამაზი, მოსაწონი. მეტი რაღა გინდა ეხლა. ესე წამის მეასედის, მეოთხედის, მე-40-ში როგორ მოხდა ამ ყველაფრის დალაგება? მატარებელი კარგი იყო, ბაზარიც კარგი იყო, მაგრამ რა სიტყვით მცურავ ბაზარზე? დამნოენ სადუაკი ბანგკოკის მახლობლად მდებარე ყველაზე ცნობილი მცურავი ბაზარია. აქ ნავით გადაადგილებისას შეხვდებით ადგილობრივ მოვაჭრეებს, როგორც წყლისპირა მაღაზიებში, ასევე ნავებში, რომლებიც წყალზე გადაადგილებისას თავად მოგაკითხავენ. ამ ბაზარში შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც სუვენირები და ტანსაცმელი, ასევე სხვადასხვა სურსათი და ხილი. ესეც მცურავი ბაზრის ჩასასვლელი. სადაც აი ესეთი საინტერესო ქუდი უკვე შევიძინე, აქაური ტრადიციული ქუდი. არ ვიცი რამდენად ვიხდება, მაგრამ ზისგან დამიცავს. და აქედან თან კაი სუვენირად წავიდო. მაგრად მიქრის ისე მე მეგონა ნელა წავიდოდა და კიდე რა ჩააჭიროს ისე უკეთესი იქნება. აი ესე, всё, აი ეს კონცერტი. ისა ბაზარი რატო ქვია? ეხა სადღაც არ მოვლენ ვიღაცები, დავები, არ შემოგთავაზებენ რაღაცებს, ყვარიგინითო? ცურავი ბაზარი ქვია, ხო? უბრალოდ ცურავი ხო არ ქვია? თან ცხოვრობს აქ აშკარად ხალხი, ესე უბრალოდ კი არ არიან. მაგარი საცხოვრებელი ადგილები, ეხა აი აქ რო ხარ პირდაპირ წყალზე, წყალში, როგორც არის. მოვედით პირველ გაჩერებაზე, სადაც არის ესეთი მარკეტი, მაგრამ გიორგიმ გითხრა ესეთი რაღაცა. აქო არ გინდა თუ ყიდო, ნამდვილი მარკეტი და მცურავი ბაზარი არისო, აი ეხლაო. და აქედან უკვე სხვანავით დაიწყო ბაზრის ტერიტორიაზე გადაადგილება და ვაჭრობა. აბა მგონი სწორდებით, აბა? აქეთ რა ლამაზი არის. აბა რა გვინდა ეხა აქედან? წამოვიდა შემოთავაზებები. არა, მადლობა, გაიხარე ჩემო დაია, არ გვინდა? For you discount. Okay, no. ერთი თუ დაგითრი ეს მოკლედ მორჩა რა. აი რამდენი ხარ ვსაუბრობ ეხლა და კი არ ჩერდება. No, we don't want. Maybe which one? გორი გაგვიბრაზდნენ. არის კარგი ტავარი მაქეთ მეგობრებო.
ჩვენს დაგვითრია ერთმა. წარმატებული რბოლა გვაქვს, მაგრამ რაღაცა რო ვიყიდოთ. აი, ნახეთ, იცოდეთ, არ შეცდეთ და არ გაჩერდეთ ყვილად. მოსაზიდი ჯოხი აქვს სპეციალურად, რომ დაგვითრიონ. როგორ თამაშები არის? მოიცა, აბა რაღაცა შევარჩიო მეც. ეს პირველ ყანულა იმის სიმბოლო. ხვავი და ბარაკა უნდა მოიზიდოს, კი ბატონო, ოჯახში. ეგ ვიყიდე და სასტუმროში დავიდგათ და ხვავი და ბარაკა მოვიზიდოთ. ძვირი იყო ყველაფერი, იმიტომ რომ ხის არისო და რა ვქნაო, ხეო ძვირი მიჭდებაო. ესო უბრალო მასალა კი არ არისო. აჰა, ეს დაგვითრევს ახლა ნახეთ. აჰა, მიგვიზიდა. უკან არ მიიხედოთ. არა, ზემოთ ოქროსფერი. გიღირს ახლა ექსპიო. Help me, please. I love you. You can cook? Yes. We will take Okay, okay. Deal. 1500-დან დაიწყეს და ჩამოვიდნენ 800-ზე. და ანუ ხდება მოგზაურობას ვაჭრობა რა. რომ მოგზაურობ, მაშინ იმაზე არ ფიქრობ, რომ კაი, ხა ვაჭარი ხო არა, არა. კაი, აი მუღამი აქვს, თავის ღიბლი აქვს, იმიტომ რომ იცი რომ ძვირს გეუბნება. მე რა ვიყიდე ხა? მე ჯერჯერობით აქ ისეთი არაფერი მომეწონა. უკან ცოტა უხერხული რაღაცები დოს ბოდიში. რაც უფრო შიგნით შედიხარ, უფრო გიზიდავენ. ზუსტი ადამიანები შევარჩიე, ვისთან ერთადაც ჩავჯექი ნავში, იმიტომ რომ მე არაფერს არ ვყიდულობ, მაგრამ ტყდები სხვისი ყიდვის ყურებით. ძალიან რთულია თან ვიდეოს იღებდე და თან ამოარჩიო ესეთ მრავალფეროვან არჩევანში რაღაც. ვიდეოსაც რო ვიღებდე, მაშინაც რთული იქნებოდა, ასე რომ დღეს აქედან მშრალი გავა, ამ სველი ბაზრიდან. მაგრამ მეგობრებო, არის დარდოთ წინ არის მთელი ტაილანდი, ასე რომ იქედან რაღაცას წამოგიღებთ აუცილებლად. საბოლოოდ მაინც ვერ შევძელი ბაზრიდან ხელცარიელი წამოსვლა და მაინც ვიყიდე რაღაცა. აი, ხელზე რომ მიკეთია. ხელსაბამია, მაგრამ ხელზეც მოუხდა და იყო ცოტა ხანია. ესეთ რაღაცები მეყვარს. მოკლედ 800 დამიფასა და 400-ში მომეწით ხო რა. უფრო იაფად შეიძლებოდა რა, მაგრამ ცოტა ვინამოსე. ამას ჩემთვის დავიტოვებ, ოღონდ მეგობრებო, ისევ არ გეწყინოთ, თქვენთვის ვიყიდი წინ რაღაცები არის კიდე. და 1 საათიანი მგზავრობის შემდეგ ასე დასრულდა ჩვენი ვაჭრობა მცურავ ბაზარში. რა კარგად გამოვიყურები, მოიცა. რაც მინდა ფოტო ამ ხელა ვიდეო მაქვს აქ იქ ფოტო თუ არ წავიღე სახში. ამ ვიდეოს ჩავთო YouTube-ზე. 150 რო არ მივცე მაგაში. აი ვაჭრობა გამოვიდა ნამდვილად, აი თუ შეიძლება რომ გვანახოთ რა შეიძინეთ თქვენ რომ გავხსნათ. და აი როგორ გამოიყენებათ. ძალიან დაცხარა ტაილანდში რა. უფ. მაგარი სიცხეებია რა. ამაზე ნაკლებით ვერ გაგრინდები ტაილანდში. წავედი. $200 შენაძენი რომ გავშალოთ. ტაილანდის ბაზრ. არა, ძალიან ლამაზია კი ბატონო. მე კიდე ცოტა მივდარდიანი იმაზე, აი ხელზე რომ მიკეთე და 16 ლარი გადავიხადე ამაში. ეხლა მივხვდი რომ მარტო ეს კი არ შევიძინე. ესეც ხო ვიყიდე თავიდან. სურავი ბაზრიდან მივდივარ, აი ესე დატვირთული. დატვირთული ნუ ცოტა ხმამაღალი ნათქვამი, მაგრამ ესე მივდივარ მოკლედ. შემდეგი გაჩერება ჩანგბუკის კემპში იყო. სადაც სხვადასხვა გასართობ აქტივობებთან ერთად სპილოებით გასეირნება და ვებხვების ახლოდან მონახულება გველოდა. ამ სიმაღლეზე ამოვედით იმისთვის, რომ სპილოზე დავჯდეთ. ცოტა მეწოდება ხა ეს სპილოები, ცოტა კი რა, კარგად მეწოდებიან. ახლა ეგ რო თქვი როგორ დავჯდე ამ სპილოზე და როგორ ვაკატავებინა თავი. თქვა სპილოზე ფეხს. ვაჰ. აკლემი გამახსენდა, რა ვქონდა აკლემი კიდე უფრო ნელა დადის. ეს ცოტა ჩქარა დადის. ამ ძიმეთ. სპილოს როგორც შეეფერება დეკადრება მოკლედ ის. როგორც ჩანს, აი იმ წყალში გვიწევს შესვლა. კაი ღრმად ჩადის თურმე. წავიდა ჩავეშვით და ვაჰ, ძალიან ჩადის. წავიდა სხვა. ფიქრობ რომ ნაცნობი შეგრძნება უნდა იყოს, მაგრამ ძალიან ძიმეთ და რაღაცნაირად არის. ვერ ხვდები რანაირი მანერა იქნება სპილოში. სამრეცხაოც კი აქვს სპილოების. მოვედით ამასობაში. გართობაზე მეტად ცოტა სინანული შეგრძნება გამყვებათ არ, რომ ამ საწყალ სპილოზე ვიჯექი. აბა დავპარკინგდეთ. ძალიან მინდა ხა შემეძლოს რომ რაღაც დაძაბული რეაქციები მივიღო. რომ ვიდეოს ეს ნაწილი რაღაცნაირად დავძაბო და მეტი სანახაობა შევქნა, მაგრამ მოვედი ვეფხო. აუ, მაგარი ტიპი არის ბროს. ერთი კაი დაღრენა და ამაგდებს აქედან. ხო, ეს არის ყველაზე დიდი ვებხვი, რაც აქ ყავთ სხვათა შორის. ძალიან მაგარი კაცია რა. საყვარელი. ერთ სახში მეყოლებოდა ესეთი. ეს იყო. აფრიკაში რო ვნახე, იქ როგორ თავისუფლად იყვნენ, ახლა აქ რო ვყურებ, ძალიან შემეცოდნენ რა. ავედით ახლა მთელი ტური ქალებში, გრძელ კი სერა ქალებში, ოღონდ პარამე არ ფიქრობთ. Hello. Georgia. Where are you from? ავით მივდივართ. Let's go. What is your name? Nai? Saba. Nice to meet you. We are friends now. ახალი მეგობრების გაჩენის შემდეგ მივხვდი, რომ რეალურად ეს პატარა მატარებელი გასართობის საშუალება იყო და სოფლამდე იმ 100 მეტრს გვიხალისებდა, რომელსაც ფეხით უფრო მალე გავივლიდით. აქ ტესტი და მე ხოლმე სურათებს, მაგრამ ვიდეო იყოს, რას გაიგებს ეს. მაგარი.
ეს ხალ გამყიდული ყოფილა თან შემოგვიყვანა ესე მარკეტში და შიგნით ტერიტორიაზე ამ სოფელში, რომელსაც სოფელი ქვია, ყოველ შემთხვევაში მარკეტია რეალურად. აუ ეს ის არის ხო? ეხლა რა უყურებ ისა, მე მგონი მართლა აქ ცხოვრობენ და ეს სახლია ჩვეულებრივი და წინა ნაწილი არის, სადაც განთავსებული აქვს მოკლედ ეს რაღაცები. აქ რაღაცას ვიყიდი ალბათ აქედან წავიღებ რაღაცას ამახსოვრეთ. იმდანად ფერადი და ლამაზია ყველაფერი, რომ გონია რომ სხვადასხვა რაღაცები დაგხვდება რა. ამ დროს ერთი ეგრევე რაღაცა გვხვდება, რაც ლოკაციაზე ნახე იგივე არის აქაც. მაგრამ აი ეს არსად არ მინახავს. ამას შეხედით. აქედან უკვე სერიოზული მანქანით მივდივართ, იქედან ჩუქუ მატარებულით წამოვედით. აქედანაც გადმოვალ ახლა და ეს ტურით დამთავრდება. დამთავრდა ხო? გაიჭრა კადრი? ჯერ არა? მე რაღაც ვწდი ეგარ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე ყველაზე გრძელი და დამღლელი უნდა ყოფილიყო, ჩვენს ჯგუფზე საერთოდ არ ქონია გავლენა და ამ დღის დასრულება კიდევ ერთ რუფტოპ კლუბში გადავწყვეტეთ. ამჯერად უფრო მაღლა მოვხდით, უფრო მეტი დავლიეთ და ბოლომდე გავერთეთ. იქედან გამომდინარე, რომ მომდენო დღეს არაფერი გქონდა დაგეგმილი. და უკვე ტრადიციულად ამ კლუბშიც მთავარი მუხტი და ძალა ჩვენ ვიყავით. სანამ ჭკუაზე ვარ და აზრი მომეკითხება, აქვე გეტყვით, რომ ტრეველფაის რეკომენდაცია არის იჩუტას რუფტოპ ბარი. არ გადავარდები, ნუღევა. როგორ გაუსწორდა რომ გადაგვიგო მთელი დღე აქ და ჯერ არ გადაუღია. ღია სივრცე 12 საათზე დაიკეტა, მაგრამ გართობა ზუსტად 1 სართულით ქვემოთ, კლუბის დახურულ ნაწილში გაგრძელდა და როცა ეს სივრცეც დაიკეტა, დანარჩენს თავად ნახავთ. ამ საღამოს ყველა და ყველაფერი ჩვენს გარშემო მოტრიალებდა. უკან დაბრუნების გზა კი სხვანაირად ვერც ჩაივლიდა. სასტუმრომდე მისვლამდე კი მივხვდით, რომ დრო იყო ამ ადგილის მთავარი რიტუალი ჩაგვეტარებინა. ადამიანები ტაილანდში ჩამოდიან ერთი რამის გამო, ნახე? ასე გემრიელად ტაილანდში ყოფნის განმავლობაში ჯერ არ გვიჭამია. მოკლედ 7-11-ში ნებისმიერ დროს შეგიძლია რესტორანი ძმა მიშელი. ვალარ და ძმა კაცმა ვიქეიბე. საბოლოოდ ყველაფერი დილის 6 საათზე დასრულდა და რადგან დრისით არაფერი გქონდა დაგეგმილი, მომდენო დღე პირდაპირ საღამოდან დაიწყო. ბანგკოკში ყოფნის ბოლო ღამეს კი გადავწყვიტეთ, რომ ტულუმის ქაიბარში წავსულიყავით, სადაც ჩვენთვის უცხო გარემო, მაგრამ ნაცნობი გართობა დავგვხვდა. ერთი დეტალის განსხვავებით. მეორე ნაწილი, აქაც ეგრე, აქაც ისე როგორც გუში. No, we can go with horse. No, we don't need taxi. საერთოდ სხვა სასტუმროს ცხენი ჩვენ სასტუმროში ჭიხვინებს. ცხენი რა თქმა უნდა უკან დაბრუნდა. ბანგკოკის გრძელი ღამეები კი ასე დასრულდა. მაგრამ არ დასრულებულა ტაილანდში მოგზაურობა და თუ რა მოხდა ფუქეტში, ამ ყველაფერს მეორე ნაწილში ნახავთ.